მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო თბილისელებო. ისეთ როდესაც რამდენიმე დღის წინ თბილისის მერის თანამდებობის კენჭისყრა გადავწყვიტე, მოხდა ისე, რომ რამდენიმე ჩემს უახლოეს მეგობარს, უბნელ ბავშვობის მეგობარს უამბე ამის შესახებ და ვთხოვე მათი აზრი ეთქვათ. თითქმის უკვე ყველამ ერთი და იგივე რამ მითხრა და შემდეგ მკითხა. კი ბატონო, ნიკა მესმის მუშაობ თათრინის რაიონის გამგეობაში, ბევრს ეხმარები, გაგვიგია მთელი სურვით და გულით. რაც შეგიძლია დახმარების ხელს უწვდი, უცნობს, ნაცნობს შენს უბნელს, მაგრამ პოლიტიკოსი რომ არ ხარო, მაგრამ არანაირი პოლიტიკური გამოცდილება რომ არ გაქვსო და არც ის შესაბამისი პოლიტიკოსისათვის დამახასიათებელი უნარჩვევები არ გაგაჩნიაო, ხო გიცნობ თუ შენო. იცით, ეს გულწრფელად გეტყვით სიმართლეა, ნამდვილად არანაირად არ ვარ მე გაწაფული პოლიტიკოსი და მეტიც არანაირად არ ვთვლი, რომ მაქვს რაიმე გამოცდილება პოლიტიკურ პარტიულ საქმიანობაში, ვინაიდან არ შეიძლება მქონოდა იმ მარტივი მიზეზის გამო არ ყოფილა უბრალოდ ამ საქმიანობით დაკავებული. თუმცა ეს მინდა გითხრათ გულწრფელად ვთვლი, რომ არა ჩემი ნაკლი, არამედ ჩემი სერიოზული უპირატესობა არა კონკრეტული ცალკე აღებული კანდიდატის მიმართ, რომელმაც უკვე გადაწყვიტა, ან ამიერიდან გადაწყვეტს კენჭი იყაროს თბილისის მერობის თანამდებობის დასაკავებლად და მოვიდა პოლიტიკიდან ან მოვა, არამედ ეს არის ჩემი სერიოზული უპირატესობა, მე ღრმად ვწამს ამის იმ საქმეში, იმ საქმიანობაში, რომელსაც თბილისის მერია და თბილისის მერობა ქვია. იცით, ეს არ ვიცი როგორ გითხრათ, მე ქართული კლასიკური გაგებით პოლიტიკოსობას ნამდვილად არ ვაპირებ და არც მხიბლავს პირდაპირ გეუბნებით, ვინაიდან უბრალოდ არ მაინტერესებს ის ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში მთელი ჩემი შეგრძნებული ცხოვრება ვადენებ თვალს უამრავ თბილისთან ერთად. ეს არის ურთიერთქიშთობა, ურთიერთდაპირისპირება პარტიებს შორის, რასაც ჩვენ ამეთანხმებით ყველანი ვადევნებთ და ეს ელემენტარულად არ შედის ჩემი ინტერესის სფეროში. მე ვამბობ, რომ ჩემი ინტერესია და ჩემი პოლიტიკა ის პოლიტიკა, რომელიც უკავშირდება თბილისელების სამსახურში ყოფნას. თბილისის მერის პოლიტიკა უნდა იყოს თბილისელებთან ერთად დგომა, არა მხოლოდ გაჭირვებული თბილისელების გვერდით დგომა, არამედ ნებისმიერი თბილისელის გვერდში დგომა. იმ ტრადიციული თბილისური ურთიერთობებით, რომელიც მოდით ვაღიაროთ და აკლდა წინა წლებშიც, იმის წინაც და დღესაც. გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ზუსტად აი ამ იდეით, ზუსტად აი ამ შემართებით მოვდივარ მე და ვთვლი, რომ ეს უნდა განვახორციელო იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები არჩეული თბილისის მერად 4 წლის განმავლობაში. არ მინდა სხვანაირად იქნეს გაგებული ჩემის მხრიდან, მაგრამ სწორედ მინდა გავიგოთ, მე ვაპირებ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს დავეხმარო და დახმარების ხელი გაუწოდო, არა იმის მიხედვით და გარკვევა, გამორკვევა და დადგენა დავიწყო, ეს ადამიანი რომელი პარტიის წევრია, რომელი პოლიტიკური შეხედულების მატარებელი და აქედან გამომდინარე მოვახდინო გადაწყვეტილების მიღება, დავეხმარო თუ არა, არამედ უბრალოდ ვიპოვო ესეთი ადამიანი და მას ნამდვილად თბილისურად, კარგი გაგებით თბილისურად აღმოუჩინო დახმარება მერიაშივე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მე ეს გარკვეულწილად შეიძლება ოჯახიდანაც მომდევს, დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც დედა, მამა, დეიდა, ბაბუა და აბსოლუტურად ყველა ექიმები არიან და მათთვის ყველა გულით შეწუხებული ადამიანი არის თანაბარი და ისინი ყოველთვის მოვალედ თვლიდნენ დახმარება აღმოეჩინათ და სწორედ ეს პრინციპები უნდა განხორციელდეს და ამღირებულებებიც მატარებელი უნდა იყოს მომდენო ქალაქის მერი თბილისში. მე ვფიქრობ, რომ ის ღირებულებები, ფასეულობები, ის პრინციპები,
ის ღირსება, რომელიც მე ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბებისას, როდესაც ოჯახში ვიზრდებოდი და შემდეგ ეზოში გამოვიტანე და შემდეგ ჭონქაძის ქუჩაზე გამოვიტანე, მე სოულაკში, საწმინდაზე ვერაზე და დღემდე, სადაც ურთიერთობა მქონია ნებისმიერ თან თბილისში, აუცილებლად დაცული იქნება ეს პრინციპები და ეს ღირებულებები თბილისის მერობისას და არ იქნება ღალატის ქვეყნის ჩემი მხრიდან. ვინაიდან ვთვლი, რომ პირველ რიგში ესაკლია დღეს თბილისს და იყო გარკვეულწილად წინა წლების განმავლობაში ეს დაცული უკეთესი იყო, მაგრამ ყოველთვის არის სივრცე იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და მე აი ამ ხარვებს ხედავ დღეს და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაო. მე აკი ვთქვი, რომ დავიბადე სოულაკში, გავიზარდე და სანამ დავიწყებდი მუშაობას თათბის რაიონის გამგეობაში, ვთვლიდი, რომ საკმარისად კარგად ვიცნობდი უბანს, საკმარისად კარგად ვიცნობდი ქალაქს, თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიან ბევრი რამ არ მცოდნია, ძალიან სხვანაირად შევხედე ყველა იმ პროცესს, იმ ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც დღეს არის ამ წელიწადა და 3 თვის განმავლობაში. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრ გაჭირებულ ადამიანთან გქონდა შეხება და მოვისმინე მათი იმდენად გაჭირებული მდგომარეობა, რომ მიმაჩნია მთელი ჩემი რესურსი, ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს აი ამ გაჭირვებასთან ბრძოლა. შეიძლება რიგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვწოთ და წლები ჭირდება ამას, მაგრამ საკმარისია ადამიანს თბილისის მერი, როდესაც ქვია აუცილებლად საკმარისია ეჭირისუფლო და ის უკვე გარკვეულწილად იქნება ამით ბედნიერი. ხვალ და ზეგ დღეს თუ ვეჭირისუფლებით, ხვალ და ზეგ ჩვენ შევძლებთ რეალური დახმარების გაწევას. ყველა სოციალურად დაუცველი ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომელიც დღეს წამალს ვერ ყიდულობს, ჩვენი მარცხია, ჩვენი ყველასი მარცხია. ყველა ის ჟანგონით სავსე ახალგაზრდა თბილისელი ბიჭი, რომელიც დღენია და დადის და სამსახურს ეძებს და სამუშაო ზებდაშია და მაინც ვერ პოულობს. ვისი მარცხია? ჩვენი თითოეული თბილისელის, ჩემი დაწყებული, თქვენით გაგრძელებული. ყველა ის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც წვავე ავარიული სახლის მაცხოვრებელია, ან ნაკლებად წვავე ავარიული სახლის მაცხოვრებელია და არა მარტო მრავალშვილიანი ოჯახი და ხვალ და ზეგ შეიძლება აღმოჩნდეს სახლის გარეშე, ეს ჩვენი მარცხია და რატომ მინდა მე მერობა? მერობა მინდა აი ამ ფონზე? მერობა იმიტომ მინდა, რომ კონდეს მეტი საშუალება გამომდინარე იქიდან, რაც მე წელიწადახევრის განმავლობაში თათბის რაიონის გამგებლად მუშაობისას დავინახე. კონდეს მეტი საშუალება, რომ მივიდე აი ამ ოჯახებში და ეს მარცხი ჩვენ გამარჯვებად ვაქციოთ. აი ეს კი გონია ნამდვილად ნამდვილი პოლიტიკა. ჩემთვის ეს არის თბილისის მერობის პოლიტიკა. აი ესეთი პოლიტიკა მე მხიბლავს და აი ესეთი პოლიტიკა მე მიტაცებს პირდაპირ გეუბნებით. და აი ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ და ასეთ შემთხვევაში ყველა ჩემი ის მეგობარი, რომელიც დღეს სკეპტიკურად უყურებს, ვინაიდან მე არ ვარ პოლიტიკოსი, ასეთ შემთხვევაში დაიჯერებს, რომ სწორი და მართალი გადაწყვეტილება მივიღე. ეცეთ პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ ძალიან ხშირად ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს გვითვამს, არ ვიცი, შეიძლება მართლაც ესე იყოს, მაგრამ გააჩნია პოლიტიკას როგორ ვიყენებთ და როგორ ვუყურებთ პოლიტიკას ზოგადად. თუ ჩვენ პოლიტიკას ვიყენებთ იმისათვის, რომ დღენიათაგ ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავზადოთ ჩვენი ცნობადობა. თუ ჩვენ პოლიტიკას ვიყენებთ იმისათვის, რომ დღენიათაგ ვიფიქროთ იმაზე, რეიტინგი როგორ გავიზადოთ, როგორც პოლიტიკოსმა, როგორ გამოვეკიდოთ პიარს და სამწუხაროდ მოდი ვაღიაროთ, ჩვენს გარშემო არიან ესეთი პოლიტიკოსები. მაგრამ არ არის იმაზე მეტი ბედნიერება, რომ პოლიტიკას შეხედოს სხვა კუთხიდან. არ არის იმაზე მეტი ბედნიერება, რომ დაინახო შენი უბნელი პენსიონერი ქალბატონი, გამოჯამთელებული, რომელიც შენს მიერ იქნა დახმარებული და ოპერაციის თანხა იქნა გამოყოფილი და დღეს ეს ქალბატონი ჯამთელია. არაფერი არ არის იმაზე მეტი ბედნიერების მომგველი, როდესაც ხედავ შენ, რომ დანგრევის პირა სახლი გაამაგრე და ხალხი დღეს უსაფრთხოდ ცხოვრობს ამა თუ იმ საცხოვრებელ სახლში და არ ემუქრებათ სახლის გარეშე დარჩენა. არაფერი არ არის იმაზე მეტი ბედნიერება, როდესაც შენ ხედავ, აკეთებ, სათამაშო მოედნებს, საკალათბურთო, საფეხბურთო და მთელი თაობები უბნებში, თბილისში იზრდებიან, ამაზე მეტი ბედნიერება არ არის. აი ამ პოლიტიკაში მე გპირდებით გამარჯვებას. აი ამ პოლიტიკაში მე გაგიმართლებთ, მაგრამ მე აქვე მინდა გითხრათ, რომ მე არ კვირდებით დებატებში, ცხარე დებატებში აუცილებლად იმას, რომ მაინდა-მაინც ბეჭებზე დავცემ ჩემს
ასე ვთქვათ, ოპონენტს. მე არ ვაპირებ ამას შევეჯიბრო, ვინ უფრო ხმამაღლად იყვირებს მოედანზე ან მიკროფონში. ჩემი საქმე იქნება კონკრეტულად თბილისელებთან სიახლოვე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა მხოლოდ გაჭირებულ თბილისელებთან, არამედ ნებისმიერ თბილისთან, რომელიც ელემენტარულად ურთიერთობას საჭიროებს. ეს რომ განსაკუთრებული ქალაქია აი ამ აუდიტორიაში, ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მაინც ხაზგასასმელია ჩემის აზრით, იმიტომ რომ ეს არის ქალაქი, რომელიც სხვა ღირებულებების მატარებელია. თბილისელობა პრაქტიკულად პროფესია, შეიძლება არ დაიბადო თბილისში, შეიძლება არ გაიზარდო თბილისში, მაგრამ თბილისელობა ჩამოყალიბდეთ და პირიქითაც შეიძლება თბილისში გაიზარდო, შეიძლება თბილისში დაიბადო და არ შედგეთ თბილისელად და დღეს ბევრია ასევე თბილისში დადის და თბილისს ვერ პოულობს. ამიტომ ეს საკამათო თემაა, მაგრამ თბილისელობა რომ ზრდილობას ნიშნავს, რომ თბილისელობა რომ თავაზიანობას, გულწრფელობას, გულახსნილობას ნიშნავს, ამაზე ხომ ჩვენ არ დავოთ. აი ამ პრინციპების გატარებას ვაპირებ. აი ამ პოლიტიკით მოსვლას ვაპირებ მე თბილისის მერიაში და არ ვაპირებ დავკავდე იმ გაუფასიურებული ქართული გაგებით პოლიტიკით, რასაც ქვია პოლიტიკა ქართული შეგნებით. იმიტომ რომ ჯერა რომ თბილისის მერს არანაირად არ უნდა რჩებოდეს დროს ნებისმიერი სხვა საქმიანობით დაკავდეს. ჩვენ მუშაობთ დღეს თათბირის რაიონის გამგეობაში და ელემენტარულად ჩვენი საყვარელი საქმიანობა თუ რაიმე გვაქვს, ამისთვის არ ვშება დრო და წარმოუდგენელია როგორ შეიძლება დარჩე თავისუფალი დროის ამარად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკიდან მოსული ადამიანის ნაკლი არის ის, რომ იმას აბსოლუტურად სხვანაირად აქვს ფიქრები აშლილი. ის მუდმივად ნებსით უნებლიეთ იფიქრებს შემდეგზე, როგორ გაიზარდოს რეიტინგი, როგორ გაზარდოს ცნობადობა. იმიტომ რომ ის იმ მორევში იყო, იქ ის დაიფერფლა, იქ იწოდა. ჩემი პლუსი დღეს ეს არის. შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ მე ეს უპირატესობა არ მქონდეს. მე ამ პოლიტიკით მოვდივარ და მე დარწმუნებული ვარ თქვენი მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ თქვენ გულს მოვიგებ, თქვენ სიყვარულს დავიმსახურებ და თქვენ ხმებს დავიმსახურებ, რათა შევძლო მერე ეს მოპოვებული დობა ვალად დაგიბრუნოთ მისხალ შესრულებული საქმეებით. მე არ შემიძლია გიორგი ვაშაძეს არ უსურვო წარმატება, ჩვენ ვიცნობთ რამდენიმე წელიწადი ერთად მუშაობდით და ვინც არ უნდა გაიმარჯოს ერთი თვის თავზე, მე დარწმუნებული ვარ, ჩემს შემთხვევაში, მარცხის შემთხვევაში მზად ვარ ღირსეულად ვაღიარო და იგივეს მოლოდინება გიორგი ვაშაძისგან, თუ იგი დამარცხდება, ამას ღირსეულად აღიქვამს. დიდი მადლობა.